English სასამართლო დარბაზში მოსამართლის მიმართ, იმიტომ რომ ასე გვევალება. მადლობა. საგებია ბატონო ლისენ. როგორ ინტერესები და დავამატებ. მოკლედ ჯერ იმით დავიწყებ ჩემს ირონიასთან დაკავშირებული შენიშვნას, თქვენ რომ მე მიცნობდეთ ან ჩემს საქმიანობას, დარწმუნებული ვარ, ეგ შენიშვნა არ გექნებოდა. მე ყველასთან ესევ საუბრობ და შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. ერთი ადამიანის გარდა ჩემი ძმა არის ეს ადამიანი, იმიტომ რომ ჯობია ხოლმე. დიახ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ. ხო, არა, გავითვალისწინებ, მაგრამ უბრალოდ ამას იმიტომ გიხსენებ, რომ მე კონკრეტულად თქვენ პიროვნებასთან ირონიული არ ვარ, მაგრამ თუ ავიღებთ ქართულ მართლმსაჯულებას, კი ირონიული ვარ, დავცინებ ყოველთვის. აუცილებლად და პიროვნებებთან არც თქვენთან არ პროკურორებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ამას ახლა რატო გეუბნებით, თუ ჩემი რამე კითხვები ირონიულად მოგეჩვენებათ, გთხოვთ რომ მაცადოთ და ბოლოს მივხვდებით, რომ ირონიული კი არა, უბრალოდ ადამიანურია და პროკურორებთან მექნება რამდენიმე კითხვა. პირველი კითხვა მაქვს ესეთი, მე გავიგე, ინფორმაცია მომივიდა, რომ რაც ჩვენ დაგვიჭირეთ, თურმე საქართველოში კრიმინალი ჩამოვიდა ნულზე. ჯერ ერთი წუთით ბატონო, ჯერ პოზიცია მოგვახსენეთ თქვენი. კი, ვეთანხმები აბსოლუტურად. რას ეთანხმებით? ადვოკატებს მაგას თუ მეკითხებით. დიახ. და კითხების ეტაპზე რო გადავალთ, მე შეგიძლიათ დასვათ კითხვები. ან შეუძლიათ რომ პასუხები არ გამცენ, ან მოსაზრებას ჩამოვაყალიბებ ამით. ამას არა, რიტონგლოსოს. არ შეუძლიათ რომ პასუხები არ გამცენ. უბრალოდ კითხვებით ჩამოვაყალიბებ ჩემს პოზიციას, თუ არის ეს შესაძლებელი. ხო, მაგრამ ნახეთ, აქ თქვენ უნდა წარმოგვიდგინოთ სამართლებრივი მსჯელობა ან ფაქტობრივი გარემოება. იუმორისტული ნომერი იუმორისტული ნომერი არ არის, ნახე. დაბლაში მიუხედავად იმისა, რომ მაგიტო გეუბნებით, რომ ან თუ დამამთავრებინებთ, მივხვდით, რომ იუმორისტული არ არის. თუ დამამთავრებინებთ, მივხვდით, რომ იუმორისტული არ არის. სარგებლად, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადვოკატი არ ვარ, განცხადების შინაარსი იუმორისტულ ნომერს ნუ უწოდებთ ამას, როდესაც ელემენტარულად ბოლომდე არ მოგვისმენია და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ. შეურაცხყოფა არ არის იუმორი. არ არის შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანი თავის кейსზე გამოდის სიტყვით. მე კამათებით ეხლა მithumetes როცა თქვენი დასაცავი არ არის. რაზე ვკამათ? აი ეხლა რომ დავაკვირდეთ, რაზე ვკამათოთ, სასაცილოა. ბატონო ისეც, ბრძანეთ, გისმენთ. ნახეთ, ამ კითხვას იმიტოს ფარგლები. ამ კითხვას იმიტომ პოზიციას ჩამოვაყალიბებ, თუ მაგიტო გიხსენით ირონიასთან დაკავშირებული, თუ მაცდით ბოლომდე მივხვდებით, რომ ირონია არ არის და ადამიანურია. უბრალოდ ამ ადამიანებს მე მინდა, რომ თავი დავანახო, რომ აი ამ პროფესიას როცა ირჩევდნენ, ფიქრობდნენ თუ არა იმაზე, რომ ჩვენნაირი ადამიანები უნდა დაესაჯათ. აი მაგის თქმა მინდა. მეორე რაც არის, ეს არის ფაქტი, რომელსაც უყურე ტელევიზორში ციხეში. იყო ესეთი საქმე, ადამიანების სახლიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, კალაშნიკოვები, თავის ტყვიებით, ხელყუმბარები. მე არ ვამტკიცებ თავისთავად მათ ბრალეულობას, ეს გამოძიების საქმეა, მაგრამ დანაშაული ითვალისწინებდა, ანუ საქმე აღძრეს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვაზე და ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე. ჩვენი ბრალი ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე, ანუ ცოტათი ჯობია. მაგრამ ანუ თქვენც ალბათ დამეთანხმებით, რომ ჯობდა სახლში მთელი შეიარაღება მქონოდა, ვიდრე აქციაზე წავსულიყავ. მორალური ამბავი, ანუ ამიტომ სვამ ამ კითხვას, შეეხება პირდაპირ უშუალოდ საქმეს. ამაზე შეუძლიათ რომ კითხვები გამცენ. ორი ამბავია, რის გამოც ანუ წინასწარ პატრიოტობაში უნდათ რომ დაგვტოვონ. ერთი არის რომ ანუ ერთი იყო მიმალო, მეორე რა იყო? ახალი დანაშაული. ხო ეს ჩემ ადვოკატს თქვა, როცა ანუ აბსურდია, როცა მსჯელობთ იყო თუ არა საერთოდ ეს დანაშაული. ანუ მე შეიძლება ვერ ვერკვევი, მაგრამ იურისტმაც თქვა. ანუ ეგ უნდა გამოირიცხოს, არალოგიკურია. მიმალვას რაც შეეხება. მე Facebook პოსტიც მაქვს დაწერილი, რომ 5 რიცხვში დამაკავეს 5 დეკემბერს და 2 დღით ადრე მაქვს დაწერილი, რომ ინფორმაცია მივიღე, რომ ჩემს დაკავებას აპირებდნენ. და მანამდე ვიცოდი და საიდან ვიცოდი თუ გაინტერესებთ, აი კოდსები რო ერთმანეთს გაყიდიან, მაშინ გაიგებთ. ნახეთ 5 დეკემბერს დამაკავე 2 დღით ადრე დავწერე კიდევაც, მანამდე ვიცოდი და მე დამაკავეს როგორ პირობებში ხა მოგიყვებით. სახლში ვიყავი, თერჯოლაში, ჩემს საცხოვრებელ სახლში, დივანზე მეძინა. ახლა მინდა ვკითხო პროკურორებს, ჩემს ადგილზე რო წარმოიდგინოთ თავი, თქვენ რო სადმე მიმალვას აპირებდეთ, მიიმალებოდით თუ არა საკუთარ სახლში დივანზე ჩაძინებულ მდგომარეობაში. თან გაითვალისწინეთ, რომ ადგენელი თქვენ იცოდით თუ არა ნამდვილად თქვენი დაკავება იგეგმებოდა. შეგიძლიათ ჩემი Facebook პოსტი ნახოთ. ამასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ არის შენ წარმოგენთ.
ხო, ანუ ეგ მაგასაც ეგ ისე ვთქვი ახლა, აი, დავანებოთ მაგას თავი. ანუ რო აპირებდეთ მიმალვას, საკუთარ სახლში თუ მიიმალებოდით. თან გადასაფარებელიც არ მეფარა. ამას საქმისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს ბატონონისე, გადასაფარებელი გეფარა თუ არა? იმიტომ რომ არა ერთი წუთით, ანუ არა სხეულის არც ერთ ნაწილს არ მალავდი. ერთი წუთით მომისმინეთ. ბატონონისე, თქვენ აგიხსენით. დავამთავრებ. სამართლებრივი პოზიცია და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოგვისმინეთ. დავამთავრებ, ცოტას დამჭა. ანუ რაც კავშირშია განსახილველი აქვე ზონის ძება გადასაფარებელი ეფარა თუ არა ქალბატონო არის რაიმე კავშირში თქვენი აზრით? მე მგონი არა. იძლება ახსნას რა კავშირშია. კარგით, ერთი წუთით ეხლა ნუ დავამთავრებ, ერთი წუთით მინდა და დავამთავრებ. ნუ რაღაც სისულელებზე ვყავათობ და მაგიტო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეგობრებო, მე მინდა რომ მთელი აი ნული ირონიით, ნული ბოროტებით, მთელი კეთილი გულით პირველ რიგში თქვენ გისურვებთ თავისუფლება. იმიტომ რომ მინდა რომ გამოცადოთ რა მაგარი გრძნობა არის ეგ, როცა არავის აზრზე არ ხარ დამოკიდებული, ვინ რას დაგავალებს. თქვენ ბატონი ვაჟა, მე მგონი სწორად ვამბობ თქვენ სახელს, პირველ ორ პროცესზე გატყობდით რომ ცოტა მორცხვად იყავით, მაგრამ ეხა ისე ხართ რომ თითქოს რაღაცა ისეთი იპოვეთ ჩვენში რომ ჩვენზე რომ აი გაშალეთ რა მხრები და მე მინდა შეგახსენოთ რომ თქვენ ხართ ადამიანები რომლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან არ დაგავიწყდეთ ეგ და ცოტა შეგრცხვეთ ეს მინდა გითხრათ ბატონო ასევე მინდა გითხრათ რომ ბატონისე თავი შეიკავეთ მაქსიმალურად ბრალდების ხარის შეურაცხყოფისგან შეურაცხყოფა არ ვიცოდი შეურაცხყოფა თუ იყო კაი შევეკავე მისმინეთ ეხლა ეს არის ახლა გაფრთხილება საუბრებით და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გაგრძელდება აი ბოლოსაც ვიტყვი და დავამთავრებ ერთი წუთით თუ გაგრძელდება გაძევებული იქნებით ხდომის დარბაზიდან და ოდენოს თავისთავად ვეღარ დაესროთ ბატონო მოსამართლე ამდენი ხანია არ ვერევით ჩვენ ახლა და არც ფიქრობდით რომ საჭიროება იყო ამის ჩარევის იმიტომ რომ მონისე პასუხს შესანიშნავად ცემდა თქვენს მოსაზრებებს ახლა ის ფრაზა რომ თქვენ მოახსენეთ რომ გაძევებული იქნებით ფაქტობრივად გავს მუქარას ამას ვერცომისე მიიღებს ჩვენ ვერ მივიღებთ არა იყოს არა არ გავითვალისწინებ უბრალოდ მე ხო არ ვიცი მე ხო იურისტი არ სამართლებრივი პროცედურა არანაირი მუქარა ბატონო მოსამართლე ითვალისწინებს ბატონო მოსამართლე ფაქტია რომ არ ცდება იმ საკითხებს რასაც გასაგებია მაგრამ შეურაცხყოფის უფლებას ვერ მიცევთ ხარის თუ შეურაცხყოფათ აღიქვა ბრალდების ხარემ ამას პირველ რიგში ბრალდების ხარე იტყვის და თქვენ თუ შეურაცხყოფა მოგეყენა რა არის შეურაცხყოფელი და რა მოღირსება ურალოდ მოსაზრება გამოვხატე იყოს ანუ არ არის საჭირო ან მოვრჩები მე ხო არ ვიცი იურისტი არა ვარ და რას შენიშნასაც მოვსვენთ გავითვალისწინებ კი ბატონო რა პრობლემაა ამიტომ მინდა გირჩიოთ მეგობრებო რომ ანუ ყველას უნდა გვეშინოდეს ღმერთის ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ მართალია მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ ღმერთის უნდა გვეშინოდეს იმიტომ რომ ის კონკრეტული ადამიანი არის ღარიბაშვილი შექმნელი ღმერთის სამყაროს ამიტომ ბოლოსკენ ვიტყვი რომ ყველაფერი კარგად იქნება მე არაფერი თქვენი მადლობელი ვარ ყველასე მხნეობას გვაძლევთ ყველას თქვენ ისე როგორც თქვენი ზახით რომ ჩვენ ვართ თქვენი მხნეობის გარანტი და ბოლოს მინდა ვთქვა რომ როგორც საბჭოთა ცენზურას გაეპარა ცისფერი მთები და უამრავი ფილმი წიგნი ისე გაეპარა ამათ ტიფლისი სერიალი ტიფლისი საკუთარი ფულით გადაიღეს თავის თავზე რას სიმახინჯებს აკეთებენ და მე ძალიან მიხარია რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ცხოვრებაში იგივე როლს ასრულებს კახა კინძურაშვილი როგორც ფილმში და საქმის გარემოებთან დაკავშირებით უბრალოდ არჩილს რა ჭირს ეგ ვერ გავიგე მადლობა კარგად იყავით